ჰალელუია, ცოცხალია ღმერთი. და მინდა დღევანდელ დღეს კვლავ გავაგრძელო, რაც წინამსახურებაზე გაგიზიარეთ. და მინდა ძალიან მოკლედ შევეხო ჩემო ზურფასობო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი აქტუალური თემა, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენ. ეკლესია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთი და იგივე საკითხზე ვერ ვილაპარაკებს. ეკლესიას აქვს მრავალმხრივი სწავლება, უფლისა გამბოძებული და ჩვენ ასე გვიჯერა სრული სახარებისა, რომ ეკლესია უფალი ასწავლის და სახარება თავის თავში მოიცავს, როგორც მახარებლობას, როგორც ქვეყნიერებაზე სახარების გავრცელებას, ასე ჩვენ ცხოვრებაში სრული სახარების მოქმედება ნიშნავს, რომ მორწმუნეები ვიზრდებოდეთ და გქონდეთ ღმერთის სიყვარული. ეკლესია უნდა გადაგებდეს ღმერთის სიყვარულზე. ეკლესია უნდა გადაგებდეს ღვთის მადლზე. ეკლესია უნდა ლაპარაკობდეს ღმერთის სიკეთეებზე, განკურნებაზე, სასაულებზე. მაგრამ ეკლესია ამავე დროს უნდა ლაპარაკობდეს სოდვაზე, ღვთის მოშიშებაზე. ეკლესია უნდა ლაპარაკობდეს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე და მის მოლოდინზე და სიფხიზლეზე. თუ ეკლესია საუბრობს და ასწავლის ამ მრავალმხრივ საკითხებს, მაშინ ვიტყვი, რომ ეკლესია რაც უფრო უღრმავდება ამ საკითხებს, უფრო მეტად მომწიფებული ხდება, უფრო მეტად ზრდასრული ხდება, უფრო მეტად სერიოზული ხდება. მე ამას არ ვიტყვი, რომ ვიღაცაზე უკეთესები ვართ, ვიღაცაზე წმინდები ვიქნებით. უბრალოდ ამ ყველაფრით ეკლესია იზრდება. როგორც ჩვილი ბავშვი იზრდება და მას ჭირდება თავისებური კვება და შემდეგ მაგარი საჭმელები და ზრდასრული ხდება და ის ხდება დამოუკიდებელი ადამიანის ცხოვრებაში, ასე ღმერთს უნდა რომ გაზარდოს თითოეული ჩვენთაგანი და გაზარდოს ეკლესია, რომ ეკლესია იყოს ძლიერი, ყოველთვის ჩვილობის ასაკში არ ვიყოთ ჩვენ, ვიზრდებოდეთ და ვადიდებდეთ ჩვენს უფალს ისე როგორც საჭირო არის. თუ არა და ჩემო ზურფასებო, ისეთი მდგომარეობაც კი არის სახარებაში, რომელზეც მოციქული პავლე საუბრობდა და ეუბნებოდა ეკლესიებს და შეახსენებდა, რომ დროის მიხედვითო თქვენ მასწავლებლები უნდა ყოფილიყავითო, მაგრამ ჯერ კიდევ რძე გჭირდებათ. იყო ისეთი პერიოდი, როცა მოციქული პავლე ასწავლიდა კიდეც 3 წელიწადი კორინთოს ეკლესიაში გაატარა, მაგრამ ჯერ კიდევ მშობიარობის ტკივილებში ვარო. ამბობდა მოციქული პავლე, სანამ თქვენში ქრისტე გამოისახება. ერთი წინ გამოსვლით და ხელისაწევით, რომ იესო გწამს, ამით ადამიანი არ ხდება უცბად მაყლიდან მშობელი და სრულყოფილი ქრისტიანი. ჩვენ ცხოვრებაში გვაქვს გზა გასავლელი და ეს გზა არის გზა სწავლებისა, გზა მონანიებისა, გზა ლოცვისა და მარხვისა, გზა, სადაც ჩვენ უნდა დავინდობლოთ თავები ღვთის წინაშე და ვისწავლოთ მორჩილება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დიდება უფალს ზურფასება. თუ არა და ადვილი მოსასმენია, რა თქმა უნდა, რომ ღმერთმა ყველაფერი გვაპატია, უფლის შვილები ვართ, ჩვენი სახელები სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი და როდესაც იესო ქრისტე მოვა, ჩვენ ყველა შევეგებებით მას, რა თქმა უნდა, ესეც სახარების ნაწილი არის და ჭეშმარიტება არის. კარგია, როდესაც გვესმის გადაგება, რომ ღმერთი მაკურთხებელია და გექნება აყვავებული ცხოვრება, მატერიალური კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება კურთხევის ნაწილია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ჩვენ კიდევ სხვა რაღაცებს ხედავთ ხოლმე, განსაცდელებსაც ხედავთ ხოლმე ცხოვრებაში. ამიტომ ჩემო ზურფასება, მარტო ის არ უნდა გვსიამოვნებდეს ჩვენ მოსასმენად, რაც ყურს კარგად ხვდება და ადვილად აღსაქმელი არის, მაგრამ ჩვენ უნდა უსმენდეთ მთლიანად სახარებას, იმ ადგილებსაც, რომელიც შეიძლება შენთვის სასიამოვნო მთლად მოსასმენი არ არის, მაგრამ ის შენ სულიერად გზრდის. ის შენ სულიერად გამაღლებს უფლის წინაშე. იმიტომ რომ ჩემო ზურფასებო, როცა ყრმა ბავშვს მოწყვიტავ ძუძუს, საერთოდ ცხოვრებაში არის არა? ბავშვი იცით ჭირვეული ხდება ხოლმე, რაღაცა გარდამავალი პერიოდი აქვს, რომ ისევ დედისკენ უნდა, მაგრამ მისთვის საჭირო არის დრო დადგა, რომ ცოტა მაგარი საჭმელები ჭამოს, რომ გაიზარდოს სურძეზე ვერ იქნება. ჩემო ზურფასებო, ამიტომ დაგვეხმაროს უფალი, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც ღმერთის სიტყვა, ეს სულიერი საკვები არის ჩვენი, რომელიც უნდა შევიყვაროთ, რომელიც უნდა ჩვენ გამოვიყენოთ ცხოვრებაში, მაგრამ აი ამ სულიერ საკვებში არის ჩადებული ის, რაც ჩვენ სულიერად გვზრდის და ცოტა სერიოზულად უნდა შევხედოთ ცხოვრებასა და რწმენას საერთოდ. იმიტომ რომ ამდენი დაბნეულობა რელიგიაში, რაც 21 საუკუნეში არის, შეიძლება პირველ საუკუნეშიც კი არ ყოფილა,
ამიტომ რაც უფრო მეტი დრო გადის, რაც უფრო მეტად ახლოვდება იესო ქრისტეს მოსვლა, ეკლესიას უფრო მეტი სიფხიზლე მართებს. ეკლესიას უფრო მეტი სერიოზულობა მართებს. გუშინდელი დღე კარგი იყო, მაგრამ დღევანდელი დღე უკეთესი არის. გუშინდელ დღეს შეიძლება რაღაც შევიძინეთ და შევისწავლეთ, მაგრამ უფალი აგრძელებს ეკლესიის წვრთნასა და სწავლებას და დაგვეხმაროს უფალი. და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უნდა მორწმული ადამიანი გამუდმებით ფიქრობდეს, ეს არის უფალთან შეხვედრა. გინდა თუ არ გინდა, დადგება დრო, როცა ამ ქვეყნიდან წახვალ ადამიანი და უფლის წინაშე წარსდგები. მაგრამ იქნება ასევე პერიოდი და ეს პერიოდი ჩვენ არ ვიცით, როდესაც შეიძლება უფლის მოსვლას ვიღაცები ამ ქვეყანაზე შეხვდნენ. ვიღაცები მკვდრეთით აღსდგებიან, ვიღაცები ცოცხლად აწაცებული იქნებიან და შეხვდებიან უფალს, ასე რომ გარდაუვალი არის უფალთან შეხვედრა. გარდაუვალია იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა, იმიტომ რომ ნათლად წერია წმინდა წერილში, როცა იესო ამაღლდა და იქნა ამაღლებული ზეცად, ამ დროს, როდესაც მოციქულები უყურებდნენ იესოს აღმავალს მიწიდან, მათ ანგელოზები გამოეცხადათ და უთხრათ, რომ როგორც დაინახეთ ამავალი, ასე დაინახავთ მომავალს და სახარება ჩვენ გველაპარაკება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე. ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. ამიტომ ჩემო ზრფასებო, ეს იმდენად აქტუალური თემა არის, რომ შეიძლება სხვადასხვა ბევრი სხვადასხვა აზროვნებად შევხვდეს, სხვადასხვა შეხედულებები. მაგრამ მე მოკლედ გავიმეორებ, რაც წინამსახურებაზე ვილაპარაკეთ და გავაგრძელებ 25 თავიდან მათესი. ჩვენ მათეს 24 თავიდან წინამსახურებაზე გავიხსენეთ, რომ პირველი მუხლიდან გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის. ხოლო მან მიუგო მათ, ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ქვაქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს. ხოლო ზეთილსხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოვებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს, გითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი? ანუ მოწაფეებმა დააუსვეს სამი კითხვა, როდის მოხდება ეს ყველაფერი, ანუ როდესაც იესომ ტაძრის ნაგებობაზე მიუთითა და თქვა, რომ ქვაქვაზე არ დარჩება, როდის იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი? ამის შემდეგ მიდის დიალოგი და ქრისტემ პირდაპირ არ უპასუხა ამ კითხვაზე და ამ კითხვის შემდეგ იესო ეუბნება, გაფრთხილდით, რომ არავინ შეგასწინოთო. ვინაიდან მრავალი მოვაო ჩემი სახელით და გეტყვით, აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე. ანუ ამ თავში ჩვენ ხედავთ ზურფასებო, ქრისტეს პირდაპირ ასეთი პასუხი არ გაუცია, მაგრამ თორსა ვკითხულობ, ჩვენ ხედავთ, რომ ქრისტემ გასცა პასუხი მათ და ილაპარაკა რამოდენიმე საკითხზე. ილაპარაკა იმ საკითხზე, რომელიც 70 წელს აღსრულდა, როდესაც რომის იმპერიამ დაანგრია ერთ-ერთი იმპერატორის დროს იერუსალიმი და იმდენად იქნა მართლა ტაძარი ნანგრევებად ქცეული, რომ სიტყვა სიტყვით როგორც იესომ თქვა, ქვაზე არ დარჩა, რომელიც არ გადაბრუნდებოდა. იყო ის ძნელი პერიოდები ისრაელის ცხოვრებაში, როცა ისინი იყვნენ ალყაში, როცა დაიფანტნენ, როცა გაბნეულები იყვნენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ იესო შეეხო 24 თავში ასევე მეორედ მოსვლას. იმიტომ რომ ებრაელთა ცნობიერებაში მე გითხარით ზრფასებო წინამსახურებაზეც ასე იყოფოდა, იყო ეხლანდელი საუკუნე და იყო მომავალი საუკუნე. ეხლანდელი საუკუნე, რომელშიც ბოროტებია და მომავალი, რომელშიც უფლის მეფობა იქნება, სადაც ისინი ელოდებოდნენ მესიას, მაგრამ შუაში ისინი ელოდებოდნენ უფლის დღეს და მათ აღქმაში და როგორც ჩვენს აღქმაშიც არის, ეს უფლის დღე არის ის გარდამავალი პერიოდი, სადაც ჩანს მშობიარობის ტკივილები, როცა უნდა დაიბადოს რაღაც ახალი, სადაც იყო ნგრევა, სადაც იქნება ომები, სადაც მიწისძვრები და მრავალი უბედურებები და შემდეგ ზურფასება იქნება იესო ქრისტეს მოსვლა. მაგრამ აი ამ პერიოდზე, როდესაც ვლაპარაკობდით, ჩვენ მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა აზროვნება არსებობს. შეიძლება ზოგიერთი კომენტატორი თვლის, რომ რაც 24 თავში და 25-ში წერია, ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ეკლესიაზე ატაცებული იქნა და ეს ყველაფერი ებრაელ ხალხს ეხება. 10 კალწულისი გავის ტალანტებზეც და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ებრაელთა მიმართ არის მიმართული. ისეთ მე არ შეუდგები ახლა ამ საკითხის განჯას, რომელია უფრო სწორი და რომელი არასწორი არის. იმიტომ რომ ეს მაინც და მაინც ბევრის მომტანი არ არის. მე მინდა უბრალოდ იმ უნივერსალურ ჭეშმარიტებებზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ყოველთვის საჭიროა და აქტუალურია მორწმუნისთვის.
თუ ეკლესია უკვე ატაცებული იყო ამ პერიოდში როგორ ფიქრობთ რომ ეს პრინციპები სიფხიზლე რაზეც იესო ქრისტე ლაპარაკობდა იმ ეკლესიას არ ჭირდებოდა მაგრამ ჩანს ზურფასებო რომ იესო ქრისტე აქ ლაპარაკობს თავის მეორედ მოსვლაზე და უფრო მეტად მე გავამახვილებ ყურადღებას ზურფასებო იმ უნივერსალურ პრინციპებზე რომელიც საჭიროა ყველა დროის მორწმუნისთვის რომელიც საჭირო არის მორწმუნისთვის თუნდაც დღეს როცა იესო ქრისტეს მოსვლა და ატაცება ეკლესიისა არ ყოფილა იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით დღე და საათი როდის დამთავრდება ჩვენი ბიძიერი ცხოვრება ამიტომ ეს პრინციპები რომელზეც ვამახვილებ ყურადღებას ეს საჭიროა ყველა დროის მორწმუნისთვის ეს საჭირო არის ზურფასებო ასევე ებრაელებისთვის რომლებიც მოვლოდინე არიან მესიისა და ასევე ქრისტეს ეკლესიისა რომელიც დღეს მოვლოდინე არის იესო ქრისტეს მოსვლის ამიტომ ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და ვთქვით რომ იესო ქრისტემ 36 მუხლიდან 24 თავის თქვა რომ იმ დღეზე და იმ ჟამზე არავინ არ იცის საზეციერმა ანგელოზებმა არც ძემ არამედ მხოლოდ მამამ და შემდეგ ამბობს როგორც ნოეს დღეებში იყო ასევე იქნება ძეკაცისას მოსვლაც რადგან როგორც წარღვანდელ დღეებში ჭამდნენ swabდნენ სოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე და არ იცოდნენ ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა ასე იქნება ძეკაცისას მოსვლაც აი აქ ხედავთ ჩვენ ზურფასო ძმებო და დებო რომ აშკარად აი აქ ლაპარაკი არის და ქრისტეს მოსვლა შედარებულია ნოეს დღეებს და იესომ თვითონ თქვა არავინ არ იცის დღე და საათი და წინამსახურებაზე მე თქვენ გითხარით და გავამახვილეთ ყურადღება ერთ საკითხზე რომ სახარება ამბობს რომ არავინ არ იცის მაგრამ წლების განმავლობაში პერიო ეკლესიის ისტორიაში და დღესაც ხვდებიან ადამიანები რომლებიც ცდილობენ რომ დაასახელონ დროები და ვადები წლები და დღეები როცა მოვა იესო ქრისტე ამიტომ ძალიან მოკლედ გეტყვით კიდევ ერთხელ ეკლესიას არ მოტყუდეთ როცა გესმით ასეთი რაღაცეები იმიტომ რომ სახარება ჩვენ ნათლად გველაპარაკება არავინ არ იცის თუ არავინ არ იცის ეს იმას ნიშნავს რომ არავინ არ იცის და ჩვენ უნდა მოლოდინში ვიყოთ ზურფასება მოლოდინში იმიტომ რომ ასე დააწესა უფალმა ჩვენ არ უნდა შევიჭრათ ზურფასებო იმ საიდუმლოს გამოცნებაში რაც უფალმა დაფარულად დატოვა ერთი რამ უდავო არის რომ იმ საუკუნეში მაცხოვრებელ ეკლესიას შეიძლება მეტი შემეცნება ჰქონდეს მაგრამ იესო ლაპარაკობს შემდეგ მუხლებში მოულოდნელობაზე ლაპარაკობს რომ ის დღე და ის საათი არავინ არ იცის როგორც იყო ნოეს დღეებში როგორ იყო ნოეს დღეებში რაც არის დღეს ეკლესიის დღეებში ფაქტიურად ნოეს დღეებში ნოე აშენებდა კიდობანს ქადაგებდა შეიძლება ასე ვთქვათ სახარებას უწყებას რომელი უწყებას უნდა მოსულიყო უნდა აღსრულებულიყო ღმერთის მსჯავრი მაგრამ ადამიანები არ უსმენდნენ მას ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდნენ არც გათხოვებაში არც ცოლის მოყვანაში არც შეიძლება ვთქვათ აშენებაში არაფერი ცოდვა არ იყო ეს ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება იყო ყოველდღიური რუტინა იყო იმ ადამიანებისა მაგრამ მათი დანაშაული ის იყო რომ მათ ყურად არ იღეს ნოეს სიტყვა ნოეც აშენებდა მაგრამ ნოე კიდობანს აშენებდა შეეძლოთ იმ ადამიანებს ყოფილიყვნენ მოლოდინში და მონანიებაში გათხოვილიყვნენ კიდე ცოლების მოიყვანათ მაგრამ უფალთან ყოფილიყვნენ მაგრამ ეს არ მოხდა იმ დღემდე მათ არ იცოდნენ არ სჯეროდათ სანამ მოულოდნელად არ მოვიდა წარღვნა და არ დაიღუპნენ ასე გველაპარაკება ჩვენ სახარება დღეს არის ზურფასებო ეკლესიის დღეები დღეს ეკლესია ეს არის ნოეს კიდობანი რომელიც შენდება იესო ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლების საფუძველზე დღეს შენების პერიოდი მიდის ეკლესია ქადაგებს სახარებას ეკლესია ქადაგებს იესო ქრისტეს მოსვლას ვინც დღეს შეასწრებს ამ კიდობანში ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს მიიღებს საკუთარ უფლად ვინც მოინანიებს მაღლიდან იშვება და წმინდა ნათლობის მეშვეობით შეუერთდება ეკლესიას ეს არის მისი კიდობანში შესვლა და თუ ის ცხოვრობს დღეს ის მოლოდინში როგორც იესო ქრისტე ლაპარაკობდა მე მინდა გითხრათ რომ ხსნა გარანტირებული გაქვს იმიტომ რომ ჩვენი უფალი ღმერთი ზრფასება მან უკვე ფასი გადაიხადა ყველაფრისთვის და ჩვენ გარანტირებულად მოგვცა ხსნა თუ მის ყველს გავყვებით ღმერთს დიდება ამისთვის შემდეგში ვილაპარაკეთ ჩვენ ზრფასებო რომ ანუ ეს ჩვენ გველაპარაკება რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისე ჩაფლული აი ამ ყისიერებაში და ამ დღევანდელ ცხოვრებაში რომ
მარადიული დავივიწყოთ. შემოზრფასებო, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაზე. ამ დროებით ქვეყანაზე ვცხოვრობთ ჩვენ. ყოველდღიური საზრუნავი გვაქვს, ყოველდღიური პრობლემები გვაქვს. საჭიროებებშიც გამოჩნდა დღესაც რომ ვილოცეთ, რომ ადამიანებს აქვთ პრობლემები. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მოდი ამ დროებით ცხოვრებაში არ დავივიწყოთ მარადიული ცხოვრება. ეს დროებითი აქ პრობლემებიც გვექნება დაცემა, გვექნება წამოდგომა, გვექნება კურთხევა, გვექნება რაღაც დანაკარგებიც, ცხოვრება არის. მაგრამ თავარი რაც არის, ამ დროებით ცხოვრებაში არ დავივიწყოთ მარადიულობა. არ დავივიწყოთ, რომ დროებით მოსულები ვართ ამ ქვეყანაზე და სტუმრები ვართ. დადგება დრო, ყოველი ადამიანი ამ ქვეყნიდან წავალთ იმ ჩვენ სამუდამო სამყოფელში და აი აქ უნდა დავიგროვოთ დღეს კაპიტალი, რომ იმ მარადიულ სიცოცხლეში დაგვხვდეს ჩვენი საგანძური, რომელიც დღეს ჩვენი ღვთისმსახურება, ჩვენი რწმენა და ჩვენი უფლისწინაშე დგომა. ღმერთს დიდებამ და მადლობა. ასევე გაფრთხილება არის, რომ ორნი იქნებიან მინდვრად, ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება. ორნი დაფქვავენ დოლაბით, ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ანუ ქრისტეს მოსვლა ეს იქნება შერჩევისა და განკითხვის ჟამი და პირდაპირ გველაპარაკება სახარება, რომ ეს არის განხეთქილება. დღეს ღვთისმოსავი ხალხი და ბოროტი ხალხი შეიძლება ერთად იყოს. შეიძლება ერთ ეკლესიაში გვერდიგვერდ იჯდნენ ადამიანები, როგორც გითხარით, ზურფასებო, ერთი წარიტაცება, მეორე დარჩება. ეს მოხდება ზურფასებო. ეს გარდაუვალი მოვლენა არის. ამიტომ შემდეგ 42 მუხლიდან იესო ქრისტემ თქვა ასეთი სიტყვები, ამიტომ ხიზლად იყავით, რადგან არ იცით რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი გახსოვდეთ, სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენს მზად იყავით, ვინაიდან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძეკაცისა. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს. ნეტარია მონა, რომლის ბატონის მოვა და ამგვარად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას, ხოლო თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის, იგვიანებსო ჩემი ბატონი და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამას მას. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ ჟამს, როცა არ იცის. შუაზე გაჰყვეს მას და თვალთმაქცევთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა. რაზე გველაპარაკება ეს ტექსტი ჩვენ ზურფასებოა? და კიდევ ერთხელ იესო ამბობს 42 მუხლში, ამიტომ ხიზლად იყავით, რადგან არ იცით რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. და შემდეგ მოიყვანა ასეთი მაგალითი ზურფასებო და ამ ტექსტში ზურფასებოა ფაქტიურად ისევ გამეორებული არის, რომ არავისთვის არ არის ცნობილი გარდა ღმერთისა მისი მოსვლის დღე და საათი. ამიტომ ჩვენი ცხოვრება ეს უნდა იყოს მუდმივი მზადება მისი მოსვლისთვის. ამიტომ ჩვენ ქრისტიანებს გვაქვს პასუხისმგებლობა და უფალი ამბობს იფხიზლეთ. და მაგალითიც მოიყვანა ზურფასებო აქ, რომ ადამიანი, რომელიც დღეს აი ამ ქვეყანაზე ცხოვრობს, ამ მონაზე, რომელიც თავის მონებზე დააყენა, რომ დროულად საჭველი მიეცას, შეიძლება სხვა ინტერპრეტაციებიც იყოს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ სიტყვის ქადაგებლები, რომელიც დროულად ადამიანებს უნდა ყვებავდნენ, სიტყვას აწვდიდნენ, დიახ, მე ამ გაგებას არ ვეწინააღმდეგები. მაგრამ მე ვფიქრობ, უფრო ღრმა არის, რომ ჩვენ უფალმა, როდესაც მოვა, უნდა გვპოვოს იმ საქმეზე, რა საქმეზეც მან მოგვიწოდა. რა საქმისთვისაც ვართ მოწოდებულები ჩვენ. ღმერთმა უნდა გვიპოვოს ჩვენ თავის საქმეში, თავის ვენახში, თავის სამეფოში მოქმედი მისი შვილები. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რომელ საათზე მოვა, ჩვენ არ ვიცით სიკვდილის დღე ჩვენი. არ ვიცით ეს ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, არ შეგვიძლია უბრალოდ ვიცოდეთ, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ, ვიცოცხლებთ. რომელიმე თქვენთაგანმა იცით, რამდენ ხანს იცოცხლებთ? არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცით. არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცით ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი გარდაცვალების ჟამი. ამიტომ რადგან არ ვიცით ზურფასებო, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ბოლოდინის ცხოვრებით. ვინც ფხიზლად არ ცხოვრობს, შემოზურფასებო, ის თავის თავს, საკუთარ თავს განადგურებას მოუტანს. იმიტომ რომ წერია, ქურდი როგორც წერია, არ აგზავნის წერილებს წინასწარ, რომ რომელ საათზე უნდა გაიქურდოს შედი სახლი. მან რომ წინასწარ ზურფასებო გამოგიგზავნოს წერილი, მაშინ მოემზადებოდა არა სახლის პატრონი.
აი ამ მოულოდნელობაზე ლაპარაკობს უფალი, რომ როგორც არის ის სახლის პატრონმა, ასე ის დღე ასეთნაირად მოეწევა ადამიანებს. როდესაც არიციან მათ, ამიტომ ჩვენ უნდა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა ვიცხოვროთ დარაჯივით. აი გუშაგივით. აი ჯარში არის ასეთი რამ, როცა ჯარი ისვენებს ვიღაც გუშაგად დგას. საგუშაგოზე მდგომ ადამიანს არ აქვს უფლება რომ დაიძინოს. მან უნდა გუშაგობა გაწიოს, ის უნდა ფხიზლად იყოს, იმიტომ რომ რაღაც როდესაც ხდება და მტერი მოდის, მტერი ყოველთვის მოდის მოულოდნელად. წინას არა გაფრთხილებს, აი მოვდივარ ახლა და დავხვდი. ის მოულოდნელად მოდის. ამიტომ არის ფხიზელი გუშაგების საჭირო, რომლებიც დგანან საგუშაგოზე და აი ამ მოულოდნელობას გამორიცხავენ, რომ მოულოდნელად თავს არ დაატყდეთ უბედურება. და ზუსტად აი ამ მონაზე, როდესაც ლაპარაკობდა უფალი, აქ ლაპარაკი არის ზურფასებო იმაზე, რომ როგორც კარგმა მონამ ყოველთვის უნდა იცხოვროს ადამიანმა მოლოდინში. ორი მაგალითი არის აქ მოყვანილი ზურფასებო. ერთი მაგალითი, როდესაც ზურფასებო ადამიანი ფიქრობს, რომ ჯერ არ მოვაო ჩემი ბატონიო. ხომ? ნახეთ? და მინდა გითხრათ, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მალე არ მოვაო უფალი, ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს საკუთარ თავს იტყუებენ. იმიტომ რომ მინდა წერ ნათლად ლაპარაკობ შემოზრფასებო, რომ თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვისო, იგვიანებსო ჩემი ბატონი. როცა მორწმუნე ადამიანში არის აი ეს ჩადებული, რომ უფალი ჯერ არ მოვა. უფალი მოსვლა ჯერ შორს არის. აი მოდი გამოუწყდით საკუთარ თავს, რამდენჯერ გიფიქრია რომ ჯერ შორს არის უფალი. ჯერ მისი მოსვლა არ არის. და აი ამის საფუძველზე შენი თავისთვის რაღაცის უფლებები მიგიცია. ეს მონაც ასე ფიქრობდა. და არსებობს ზურფასებო, ესეთი იგავივით, ნათქვამი საქრისტიანოში, რომ შედარებული არის, რომ ეშმაკი მოწაფის შესახებ არის ეს იგავი, რომლებიც დედამიწაზე წავიდნენ, მოდი ასე ვთქვათ, პრაქტიკაში რომ გაეტარებინათ ის, ხო არის ასეთი რაღაცა, ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს და მე პრაქტიკაში ვუშვებთ, ხო? ამ იგავში ასე არის, რომ ეშმაკის სამი მოწაფე, რომლებიც დავალებაზე უნდა გაეგზავნა, მათ ეკითხება შემდეგ, რომ ხალხის ცდუნებისა და განადგურების გეგმა რა ქონდათ მათ. ჩვენ როცა ვაგზავნით მისიონერებს ვეკითხებით, ან ადამიანებს რა გეგმა გაქვს, რომ ადამიანები გადაარჩინო. რა გეგმა გაქვს, რომ აი ღვთის საქმე გავაკეთოთ, ხო? იგივე ხდება ეშმაკის სამეფოშიც. ის თავის ეშმაკებს დემონებს და ადამიანთა სახით შემდეგ ამოქმედებულ ხალხს იმ დემონების მიერ აგზავნის ღვთის საქმის საწინააღმდეგოდ. ეს არის სულიერი ბრძოლა, რაში ჩვენ და ვართ ჩართულები. როგორც ჩვენ სულიწმინდა გვიყენებს ზურფასებო და ღვთიური ანგელოზები არიან ეკლესიის საქმიანობის მიღმა და გვაკეთებინებს უფალი თავის საქმეს ქვეყანაზე, ასე სულიერ სამყაროში არის დემონური ძალები, რომელი დემონური ძალებიც აღძრავენ ცოდვაში და სიბნელეში მყოფ ადამიანებს, რომ შეეწინააღმდეგნენ ღმერთის საქმეს. ეს ასე არის ზურფასებო. ამიტომ იცით რა, ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ერთ-ერთმა უთქვა ამ სამ ეშმაკთაგან, რომ მეო ვეტყვი რომ ღმერთი არ არსებობსო. მაგრამ სატანამ უთხრა, რომ ეს ბევრს აღარ მოატყუებსო, ყველა მისის რომ ღმერთი არსებობს. გადახედეთ ზურფასებო. ათეისტი თითქმის თითზე ჩამოსასვლელი დარჩა. ან თუ არიან კიდე ამბობ, იცი რა, მე ესე არ ამწამს, ამასირად უსმენდი ერთ-ერთ პოლიტიკოს, ღმერთი წამსო ეკითხებიან არ ამწამსო, მაგრამ შემდეგ ამბობს, ასე არ ამწამსო, რომ 60 და ჯოჯოხეთ, ნუ თავისებურად წამს. შემოზრფასებოა. ეს მეთოდი დღეს ეფექტურად აღარ მუშაობს, რომ ღმერთი არ არსებობს. მეორე თქვა, მე ვეტყვი, რომ ჯოჯოხეთი არ არისო. არც ეგ იმუშავებსო, თქვა ეშმაკმა, იმიტომ რომ ხალხმა იცის, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. მაგრამ დღეს ვხედავთ ზურფასებო, რომ ამ მოძღვრებას რელიგიურ წრეებში ეწინააღმდეგებიან და არსებობს დღეს ევანგელური ეკლესიები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს. ეს არის სრულ მოძღვრება. იესო ქრისტეს სახარებაში წავიკითხოთ და დათვალეთ, თუ გინდათ უფრო მეც ლაპარაკობდა ჯოჯოხეთზე ვიდრე სამოთხეზე. იმიტომ რომ ის აფრთხილებდა ადამიანებს. სამეფოს ქვეშ ერთდომებს უფალი გვაფრთხილებს ყველაფერზე და გველაპარაკება თავის სამეფოს პრინციპებზე. ხოლო მესამემ თქვა,
მე ვეთქვი ხალხს რომ არ არისო საჭირო აჩქარება, ჯერ კიდევ გვიანია. და სატანამ თქვა წადიო მრავალ ადამიანის სულს დაღუპავო ამითო შენ. ჩემო ძვირფასებო, ყველაზე მცდარი წარმოდგენა და ყველაზე საშიში არის იმის დაჯერება, რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო არის. ჯერ კიდევ შეგიძლია, ჯერ კიდევ დრო არის. აი ამით შეიძლება ბევრი რამე გაფუჭდეს ადამიანის ცხოვრებაში. ადრეც მომიყოლია და კიდევ მინდა გითხრათ, რომ ერთ ეკლესიაში ერთი ახალგაზრდა ადამიანი მივიდა და როცა მოისმინა სიტყვა, შემდეგ მივიდა მქადაგებელთან და მონანიებას რამდენი ხანი ჭირდებაო. მონანიებას პრინციპში რა ჭირდება? თუ ადამიანი შეიცნობს, ხო? და გულით მოინანიებს ღმერთის წინაშე და პატიებას თხოვს, ღმერთი ხო საქმეების მიხედვით ხო არ გველოდება ჩვენ? ღმერთი გვპატიობს, მაგრამ მონანიების შემდეგ საქმეები ჩნდება ცხოვრებაში. დებით? თუ ადამიანი მარტო მაპატიეს იტყვის და მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ის ნაყოფები, მონანიებას სრულყოფილი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ მე ნაყოფების მიხედვით ხედავთ. დღეს სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც მოინანიებენ, ანუ იტყვიან რომ მაპატიე უფალო, მაგრამ დავაკვირდეთ ცხოვრებას, ღირსეული მონანიების ნაყოფი რა არის, სრულფასებაა. რაც მოჰყვება შენ აღიარებას. თუ შენ გწამს რომ იესო შენი უფალი არის, ნაყოფი შენი ცხოვრებისა რა არის? რომ ყველაფერში შენ იესოს უფლობას აყენებ შენს თავზემოთ. ყველა საკითხში წინ იესოს აყენებ, ამინ? ვინ არის დღეს შენი გულის ტახტზე? წარმოიდგინე. ტახტზე მჯდომარი ადამიანი, დიდი კრესლო, სადაც მეფე ჯდება. შენი გული წარმოიდგინე, რომ შენს გულში არის ეს ტახტი, იმ ტახტზე ვინაზის? შენი მე, შენი ეგო, თუ უფალი ზის იმ ტახტზე. ვის უთმომადგენს? თუ იესოა შენი უფალი, იმ ტახტზე იესო ზის. და იესო მართავს შენს ფიქრებს. იესო მართავს შენს საქმეებს და შენ ყველაფერს აკეთებ ისე, როგორც უფალს უნდა. ყოველ შემთხვევაში შენ ეძებ ღმერთის ნებას. ამ ურთიერთობით შენ უდგები ადამიანებთან ურთიერთობას. სადაც ტახტზე იესო ზის, ის ადამიანი არ მოითხოვს სხვებისგან პატივისცემას, მორჩილებას და ბევრ რაღაცას ზურფასებო. თვითონ არის ასეთი გამცემი, უყვარს სხვები, პატივს მიაგებს სხვებს, ემორჩილება, იმიტომ რომ ღმერთის სიყვარული ეს გამცემი სიყვარულია და არა მიმღები. მე, ყველაფერი მე, საუკეთესო მე, პატივი მეცით მე, მომისმინეთ მე, მე ყველაზე კარგი ვარ, მე ყველაზე სულიერი ვარ. შენი ეგო ჩამოაგდე იმ ტახტიდან და იესო დასვი იმ ტახტზე. იესოს დაუთმე ის ადგილი. ის ადგილი იესოს ეკუთვნის მხოლოდ და იესო ბატონობდეს შენს გულში. თუ იესო ბატონია შენს გულში, შენს ცხოვრებაში ჩანს ნაყოფებით. თუ შენ მოინანიე მრუშობა, შენს ცხოვრებაში ჩანს ნაყოფებით, რომ შენ თვალებს აკეთიკით აღარ აცეცებ. თუ შენ მოინანიე ქურდობა, შენ დღეს როგორც ძმამაც აღნიშნა, არ იღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის. და უამრავი რამ, თუ შენ მოინანიე და იესო პატიებელი არის და თუ შენი მონანიება ღირსეული იყო, ნაყოფები გამოაჩინე ცხოვრებაში. ეს არის სახარება. ეს არის ქრისტიანობა, თუ არა და მოინანიე და რაც გინდა ის აკეთე. იესო მოკვე სისხლით დაღვარა შენი მომავალი ცოდვებისთვისაც. კი დაღვარა. მაგრამ რა შემთხვევაში, თუ რომელიმე თქვენთაგანმა იოანე ამბობს, შვილო ჩემო, ამას იმიტომ გწერთ, რომ არ შესწოდოთო. მაგრამ თუ ვინმე შესწოდა, თუ ხდებათ, სოდავენ მაღალდანშობილი ადამიანებიც და თუ შესწოდე, რომ იმედი არ დაგარგო, ყვავს შუა მდგომელი, რომელმაც სისხლი დაღვარა და გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, თუნდაც ის მომავალში ჩადენილი იყოს. მაგრამ ისე კი არა, დღეს იცხოვრო ასეთი ცხოვრებით, მაინც უფალი გვიან მოვა თან მადლის გამოსყიდული ვარ ქრისტემ სისხლი დაღვარა ჩემი მომავალი ცოდვებისთვისაც, იმიტომ კი არ დაღვარა, რომ შენ დღეს შეგნებულად შესწოდო. დიახ, მონანიებული ცოდვები გამოსყიდული იქნება მომავალში, იმიტომ რომ იესომ ფასი გადაიხადა, მაგრამ შენ რომ დღეს იესო ქრისტეს მეორე დაკრაბ ჯვარზე შენი საქმეები თუ გიფიქრია ამაზე, თუ გიფიქრია რომ შენი საქციელი შენ ისევ იესო ჯვარზე აკრავ, მაგრამ იმდენად მოწყალეა ღმერთი, რომ მონანიებას უფალი პასუხს სცემს. და მე მინდა გითხრათ, უბრალოდ
ღირსეული მონანიების ბუნება რა არის? მოინანიე და აღარ გააკეთო. შემოტრიალდი შენი მაცნური გზიდან და შენს გულში იმ ტახტზე იესო დასვი, რომელიც შენი უფალი არის. და იცით ის მქადაგებელი, რომელმაც უთხრა, რომ მონანიებას ბევრი არ ჭირდება. მონანიებას ჭირდება წუთები. ამ ახალგაზრდამ თქვა, კიდე მოვასწრებო. და როცა გადიოდა უთხრა ახალგაზრდაო და შენ იცი როდის დამთავრდება შენი სიცოცხლე? მაგრამ ყურადღება არ მიაქცია, წავიდა. გავიდა გარკვეული ხანი და როგორ გამოჩნდა ეკლესიაში, მოიკითხა ამ ქადაგებელმა. მიიკითხა, მივიდა სახლში და თურმე ის კატასტროფაში მოყვა. და დაიღუპა. ეს იმის შემდეგ იყო, რაც მან თქვა, რომ კიდევ მოვასწრებ, კიდევ დრო არის და წავიდა. არ მისცე უფლება ეშმაკს მოგატყუოს, რომ ბევრი დრო არის. და თუნდაც ასე იყოს. მე თუ მიყვარს უფალი, ხანდახან თავსიდებენ ხოლმე, ღმერთის არ უნდა გეშინოდეს, უნდა გიყვარდეს და თუ გიყვარს უფალი, ის სიყვარული, ისიც რას ნიშნავს? ჩემი უფალი, როგორც არ უნდა დააგვიანოს, მე მაინც მისი ერთგული ვიქნები. ეს იგივე არის, როდესაც ადამიანს ყავს სოლი, წავიდა ომში, ჯარში, ან ხო სადღაცას რამდენიმე წელი აღარ დაბრუნდა სახლში, მაგრამ ხო არის ხოლმე ფილმებში სხვა გინახიათ იყო, რომ აღარ გამოჩნდიო. და სხვა ოჯახი შექმნა. შემოზრფასებაა, მაგრამ არის სხვა მაგალითებიც, რომ სოლი ელოდება ქმარს, იცის, რომ ის დაბრუნდება. ნიშნულობა არ აქვს, რომ ის დაბრუნდება. და ერთგული სოლი არ იღებს ტაიმაუს და არ ამბობს, სანამ ჩემი ქმარი დაბრუნდება, შემიძლია ვიგულავო, შემიძლია უღალატო, ამ პირიქით. ერთგული ადამიანები ერთმანეთის მოლოდინში არიან. თუ შენ გიყვარს იესო, როდესაც არ უნდა დაბრუნდეს. მთელი ცხოვრება ჩვენი, მოდი ავიღოთ, ჩვენ ხო არ ვიცით ქრისტეს მოსვლა როდის იქნება, მაგრამ მე 66 წლის ვარ, 21 წლის ვიყავი, როდესაც ვირწმუნე. წინ გასავლელი რამდენი მაქვს, მე არ ვიცი. მაგრამ ერთი რამე ვიცი, იესო ქრისტე თუ არ მოვიდა მანამდე, მე მივალ იესო ქრისტესთან. და ეს შეხვედრა ჩვენი გარდაუვალეა. ამიტომ თუ დღეს მე იესო მიყვარს, ჩემთვის არ არსებობს სიტყვა, ჯერ ადრეა. თუ მე მიყვარს იესო, არ არსებობს სიტყვა, ჯერ ადრეა. დღეს ამბობს უფალი. დღეს არის შენი დღე. დღეს უნდა შეიყვარო უფალი. დღეს უნდა იცხოვრო იმ ცხოვრებით, ბოლოდინის ცხოვრებით, რომ არ იცი როდის მოხდება ეს. ხვდებით ზურფასებო, რაზეც ვლაპარაკობ? ამას გველაპარაკება წმინდა წერილი. ვინც ამას ამბობდა, რომ ჯერ კიდევ გვიან არის, მას სასჯელი მიიღო, იმიტომ რომ იმ დროს მოვიდა მისი ბატონი, როცა არ ელოდებოდა. ხოლო მეორე მონა, რომელიც ერთგული იყო, თავისი ბატონისა, მას უფალმა ჩააბარა ბატონმა მთელი საბადებელი. მაგრამ იმ მონას, რომელიც ერთგული არ იყო, მან სასჯელი მიიღო. შემოზრფასებო, მე მგონი ეს მაგალითები ცხადად გველაპარაკება ჩვენ, როგორ უნდა ვიცხოვრო დღეს ჩვენი ცხოვრებით. და იესო ამბობს, იფხიზლეთ. მეორე მონას პრობლემა არ ქონდა. ის ყოველთვის ისე ცხოვრობდა, როგორც მის ბატონს უნდოდა. მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა, როდის მოვიდოდა, მას არ ეშინოდა. უფლის მოლოდინი, ეს მტანჯველი მოლოდინი არ არის, ზურფასებო. ეს სასიამოვნო მოლოდინია. მე მიყვარს ჩემი უფალი და მინდა ყოველ დღე, იცი ჩვენ ცხოვრებაში ხდება ხოლმე მონახულების დღეები, როცა უფალი მოდის ჩვენ ცხოვრებაში. და რა გონიათ? როცა ადამიანის ცხოვრებაში უფალი იწყებს მოქმედებას, ვიღაცა ისჯება, ვიღაცის საქმეები მჟღავნდება, ვიღაცის სოდები გამოაშკარავებული ხდება, ეს უფლის მონახულების დღე არის. უფალმა მოგინახულა, აქწონა, მსუბუქი აღმოჩნდი, ავტორიტეტი დაკარგე, ბევრი რამ დაკარგე, იმიტომ რომ ფხიზლად არ იყავი. შენ უნდა ფხიზლად გეცხოვრა და სიფხიზლეს არის სასიამოვნოდ გატარებული დრო უფალთან. როცა იცი რომ შენი უფალი, რომელიც არ გინახია, რომლის მოსვლა შენ არ იცი როდის იქნება, მაგრამ შენ გიყვარს. შენ ურთიერთობა გაქვს მასთან, შენს მის ნებას ეძებს ცხოვრებაში. გინდა რომ პირველი ადგილი მას ეკავოს შენ ცხოვრებაში. ეს არის სასიამოვნო განცდა მორწმული ადამიანისა სიყვარული ღვთისადმი. ჰალელუია. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა ზურფასებო. მოდი გავიაზროთ ეს ყველაფერი და ჩვენ ცხოვრებაში ზურფასებო, როგორც უფალი გვარფრთხილებს, ფხიზლად იყავითო, ვაკეთოთ ის ზურფასებო,
რაც უფალს უნდა ჩვენ ცხოვრებაში, ამენ. შემდეგ ძვირფასობა ვხედავთ. ამის შემდეგ 25 თავში უკვე ლაპარაკი არის ძვირფასებო. ფაქტიურად როგორც წინა თავში იყო ლაპარაკი უფალი, აი ამ დროს 25 თავში შეიძლება ვთქვათ, აგრძელებს ამ თემას, ოღონდ სხვადასხვა კუთხით შეგვახედებს კიდევ. და აი ამ 25 თავში სამი მნიშვნელოვანი რამ არის მოყვანილი. პირველი არის ძვირფასებო აქ იგავი შეიძლება ვთქვათ 10 ქალწულზე, შემდეგ არის ლაპარაკი ტალანტებზე და შემდეგ განკითხვის დღეზე. მაშინ ცათა სამეფო 25 თავის პირველი მუხლიდან და ემსგავსება იმ 10 ქალწულს თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ. 5 მათგანი უგუნური იყო, ხოლო 5 გონიერი. ლამპრები კი აიღეს უგუნურებმა, მაგრამ ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთისთან გაიყოლეს ჭურჭლებით. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველამ ჩათვლემა და დაეძინათ. შუაღამისას დაიძახეს. აჰა ნეფემ მოდის, გამოდით შესაგებებლად. წამოდნენ ქალწულები და გამართეს თავიანთი ლამპრები. სთხოვეს გონიერებს უგუნურებმა, გვიწილა და თქვენი ზეთი, რადგან გვიქრება ლამპრები. გონიერებმა კი მიუგეს პასუხად. ჩვენს და თქვენს რომ არ დაგვაკლდეს, უმჯობესია ვაჭართან წახვიდეთ და თქვენთვის იყიდოთ. ვიდრე საყიდლად იყვნენ წასულნი, მოვიდა ნეფე, მზადყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარის დაიკეთა. მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს უფალო გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არ გისნოთ, ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვაძე კაცისა. ამენ. ნახეთ იგივე გაფრთხილება. იფხიზლეთ, რადგან არ იცით. რა უნდა დავინახოთ ჩვენ ძვირფასებო, აი ამ იგავში, რომელიც 10 ქალწულზე არის ლაპარაკი. თუ ამას წავიკითხავთ ჩვენ, დასავლური ცივილიზაციის ადამიანის თვალსაზრისით შეიძლება ბევრი ვერაფერი გავიგოთ, მაგრამ რა არის ამ იგავში ჩადებული? მოდი უბრალოდ იმ ტრადიციებიდან ავიღოთ. იმ ხალხს იესო რომ ელაპარაკებოდა, მათ მშვენივრად ესმოდათ რაზე იყო ლაპარაკი. შეიძლება ჩვენ დღეს ვიმარჩიელოთ, ვიკითხოთ 10 ქალწული რას ნიშნავს, 5 გონიერი, 5 ბრძენი და ბევრი თეორიები ამის ირგვლივ. და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე თეორიებზე დღეს არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ უნივერსალურ ჭეშმარიტებებზე, რომელიც ყოველთვის საჭიროა ბორწმუნისთვის. აი ეს სურათი 5 უგუნური 10 ქალწულზე შეიძლება ნებისმიერ სოფელში, პალესტინაში ქორწილის ცერემონიის დროს ენახა ადამიანს. და ერთ-ერთი ასე აღწერს, რომ მოგზაურობდა პალესტინაში და როცა გზაზე მიდიოდნენ, დაინახეს 10 ქალწული ჩაცმული საზეიმო იმაში, ცეკვავდნენ და რო იკითხა რა ხდებაო, ესენი არიანო საპატრონოს მეგობრებიო. იმ ტრადიციაში რა იყო შემოზრფასება, რომ მაშინ ის კი არ იყო, რომ სამქორწილო მოგზაურობაში მიდიოდნენ, ეს იყო განსაკუთრებული დღეები ნეფე დედოფლის ცხოვრებაში. ეს იყო საზეიმო დღე. წესი იყო საერთოდ ასე, როცა მშობლები მოილაპარაკებდნენ და ხვადრე ასე ხდებოდა და დაინიშნებოდა ქორწილის დღე, მანამდე იყო ნიშნობა. მანამდე ან გოგოს და ბიჭს ერთმანეთი მოეწონებოდათ, მანამდე იყო ნიშნობა. როცა დაილაპარაკებდა ოჯახი, დანიშნავდნენ, შემდეგ სიძე მიდიოდა და პატარძალი გადიოდა რაღაც პერიოდს, როცა ის ემზადებოდა ცოლქმრული ცხოვრებისთვის. ეს იყო ტრადიციაში, ძვირფასებო. ცოტა გადაუხვევ თემას და მე მგონი შეიძლება სასარგებლო იყოს. დღეს, როდესაც ვაკვირდებით თანამედროვე შეიძლება მოზარდების და ახალგაზრდების ცხოვრებას, მე მახსოვს ჯერ კიდევ ჩვენ პერიოდში ყველა გასათხოვარმა გოგო მიცოდა საჭმლის კეთება, დაუთხოვება ოჯახში, რა უნდა ეკეთებინა. დღეს შეიძლება უბრალოდ ცოტა გაფუქსავატებული ახალგაზრდობა მოდის და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ჩემთვის, რომ უბრალოდ წრულმანებიდან შეიძლება ცხოვრებაში პრობლემები გქონდეთ მათ. ხო. თუ არ დარეცხო ჭურჭელს და შენ ქმარს დაელოდები, რომ იმან უნდა დარეცხოს. ან დედამთილმა უნდა გარეცხოს, მე რატომ უნდა გავარეცხოს ვისითებში და შეიძლება ბევრი რაღაცა წრულმანი იყოს, ზრფასებო, მაგრამ ისეთ რა არის? ამ ქალიშვილებს ასწავლიდნენ ოჯახურ ცხოვრებას, თუ როგორ უნდა გაეწიათ ცოლობა ქმრისთვის, დედობა და ასე შემდეგ.
იყო პერიოდი, შემდეგ ძვირფასებო ამ პერიოდის განმავლობაში სიძე რას აკეთებდა? პატარძალი ემზადებოდა გათხოვებისთვის. მაგრამ სიძერისთვის ემზადებოდა, სიძე ემზადებოდა, რომ თავისი პატარძალი მიეღო. როგორც იესომ თქვა, მამაჩემის სახლში საცხოვრებლები ბევრი, ასე რომ არ ყოფილიყო, ვიტყოდიო, რომ მივდივარ, რათა მოგიმზადოთ ადგილები თქვენ. სიძე ადგილს ამზადებდა. როცა სიძეს ეკითხებოდნენ ხოლმე, როდის მოგყავს, ხო იციან ძმა ბიჭებმა, როდის მოგყავს შენი საპატარძლო? მე არ ვიცი, იტყოდა ხოლმე სიძე, მამა მიცის. იმიტომ რომ მამის ნებართვას ელოდებოდა. მამა როცა ჩათვლიდა საჭიროდ რომ მომწიფდა უკვე ის დრო, მაშინ ეტყოდა შვილს, წადი მოიყვანე შენი საპატარძლო. ამ დროს დგებოდა სიძე, საპატარძლო მოლოდინში არის, მიხავდა თავისი მეგობრები და წინ მიდიოდა გამხმიანებელი. საყვირით და ამბობდა სიძე მოდის, სიძე მოდის. რა ხდებოდა იმ პერიოდში პატარძლის სახლში ძვირფასებო? მას ყავდა მეგობრები. მეჯვარეებს რო ეძახიან დღეს. რატომათი? არ ვიცი, შეიძლება რაღაც მნიშვნელობა ქონდეს, მე არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად იუდეველები წინა დაცვეთასაც არ აკეთებდნენ, თუ 10 კაცი არ ესწრებოდა. სინაგოგაში შეკრება იხდლებოდა მაშინ, როცა 10 კაცი იკრიბებოდა. არ ვიცი, შეიძლება ამასთანაც იყოს დაკავშირებული, მაგრამ აქ არსებითი მნიშვნელობა ჩვენ სხვა რაღაცაზე უნდა გავამახვილოთ. როდესაც ეს ხმა აისმოდა სიძე მოდისო, ამ დროს ჩასთვლი მათ, იმიტომ რომ არ იციან როდის მოვა. და აი ამ ქალწულებს ჰქონდათ ლამპრები. ლამპარი ზეთით იმართებოდა, ხო, დავცრუას ხავ, ზეთი. აქ არის მოხსენებული. და მათ მომართეს თავიანთი ლამპრები, როცა გაიგეს სიძე მოდისო, ყველას ჩათვლი მათ და დაეძინათო. და როცა წამოიშალნენ, აღმოჩნდა რომ 5 ქალწულს მომარაგებული არ ქონდა ზეთი სათადარიგოთ. მხოლოდ იმ პერიოდისთვის ქონდათ, აი სიძე რომ მოვავანთებთ, მაგრამ სანამ სიზის მოლოდინში ჩაიწვა ეს ზეთიც, აღარ აღმოაჩნდათ ზეთი, რომ სიზისთვის გზა გაენათებინათ, რომ შესულიყო საპატარძლოსთან. ხოლო მეორენი გონიერები აღმოჩნდნენ, მათ გათვალეს, რომ შეიძლება სიზეს დააგვიანდეს და მათ ჰქონდათ ზეთი მომარაგებული. შემოძვრფასებო, როცა ამას ვკითხულობ ჩვენ, ხედავთ რომ ეს 5 როდესაც წავიდა, ფაქტიურად მათ მთელი საქორწინო ცერემონია გამოტოვეს. შევიდნენ ეს 5 ქალწული საპატარძლოსთან ერთად და იმ სახლში ძვირფასებო დაიკეტა კარები და იყო საქორწინო ცერემონია. ხოლო როდესაც მივიდნენ ესენი მოგვიანებით მათ კარი აღარ გაუღეს. იესოს მრავალი იგავის მსგავსად ძვირფასებო ამ იგავსაც აქვს როგორც ადგილობრივ ისე საყოველთაო მნიშვნელობა. როგორც ეხება იუდეველებს თუნდაც ეს მომავალში იყოს, ისე ეხება ეკლესიას დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ეკლესია დღეს მოლოდინში იყოს. ამ იგავში ძვირფასებო ეს საიდუმლო არ არის და მე მგონი ყველა დამეთანხმებით. ამ იგავში იესო ქრისტე გვევლინება როგორც საქმრო. სახარება ძვირფასებო გველაპარაკება. ქებათ სოლომონი, ასევე ფსალმუნებში არის, ეკლესია არის როგორც საპატარძლოდ დასახული და ამიტომ დღეს უკვე სახარების მკითხველისთვის საიდუმლო არ არის, რომ ქრისტე ეს სიძო არის, საქმრო, ხოლო ეკლესია ეს საპატარძლო არის. ისინი, ვინც აღიარებენ, რომ ეკლესიის წევრები არიან, ესენი არიან ქალწულების სახით გამოსახულები. და ეს ეკლესიის წევრები უკვე ქალწულების სახით გამოსახული ძვირფასებო, მათი ამოცანა იყო, რომ ხიზლად ყოფილიყვნენ და სიძეს შეხვედროდნენ. მაგრამ ხედავთ ძვირფასებო, რომ აი ამ მოლოდინის პერიოდში მათ არ აღმოაჩნდათ ზეთი. შემოძვირფასებო, აქაც მთავარი რაზეც ლაპარაკი არის. სულ მცირე ორი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ცოტა დროს დავზოგოთ. მოლოდინი არის ისეთი რამეები ძვირფასებო, რომლებიც შეიძლება ვეღარ შეიძინო იმ დროს. პირველი რაც აქედან უნდა ვისწავლოთ. ყველა ერთნაირად გამოიყურებოდა, ყველას ლამპრები ჰქონდა, მაგრამ ზეთი არ ჰქონდათ მათ. არის რაღაცეები, რასაც ვერ იშოვი და ვერ გააკეთებ ბოლო პერიოდში.
გამოსვლისთვის მზადებას, როცა ბილეთს აიღებ, მაშინ ვეღარ დაიწყებ. ხელობისთვის სწავლას, როცა საქმეს აიღებ, მაშინ ვეღარ დაიწყებ. არის რაღაცეები, რაც დღეს უნდა ცხოვრებაში ჩვენ გქონდეს შემოძვრფასება. ღვთის მადლი ჩვენში უნდა მრავლდებოდეს ყოველ დღე. დღეს ჩვენი ძვირფასებო ღვთისმოსაობა, ჩვენი რწმენა, ეს გათვლილი არ უნდა იყოს მხოლოდ აი ამ ხანმოკლე პერიოდზე. ეფექტი მოახდინოს ხვებზე. აი ამ ცხოვრებაში შენ გამოიყურებოდი ღვთისმოსავად. ჩვენი ღვთისმოსაობა და ღვთისმადლში ცხოვრება ეს უნდა იყოს გათვლილი უფრო შორს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შენ დღეს ღვთისმადლში უნდა იზრდებოდე. ღვთისმადლში უნდა შენ იფლობოდე. და ღვთისმადლი ეს არ არის ზურფასებო, მარტო ეს ვიწრო გაგება, რომ შესწოდე, ისეთი მადლიანია, უფალი, რომ მისი მადლით ყველაფერს გპატიობს. ნუ დააკნინებთ მადლის მნიშვნელობას. მადლი ეს არის ღვთისგან ბოძებული ძალა წმინდა ცხოვრებისთვის. ღვთისგან ბოძებული ძალა, როცა ადამიანი ცხოვრობს უფალში და უფალთან მოზიარეობაში ეს მადლი ღვთისა, მისი ძალა შენში მრავლდება და მრავლდება ყოველდღიურად. მოდი გადახედეთ ადამიანები, რომლებიც ერთ დროს კარგად გამოიყურებოდნენ, მათი ლამპრები ანთებული იყო, მაგრამ დღეს შეხედავ და მათი ლამპრები ჩამქრალია. შეიძლება ისინი მორწმუნენი არიან, მაგრამ ღვთის მადლი ძვირფასებო მათში აღარ მოქმედებს იმდენად, იმიტომ რომ თვითონ ჩამოშორდნენ მას. ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ანთებული ლამპრებით დადიოდნენ, დღეს სოდვაში ცხოვრობენ. დღეს შეიძლება ძვირფასებო მოლოდინში, როცა იესო თავის დროზე არ მოვიდა ვითომათი ჭკუით და ცხოვრება გრძელდება და იმ მოლოდინით რომ ის შეიძლება გვიან მოვიდეს, მოეშვნენ. ჩაიძინეს მათ და არა მარტო ჩათვლებათ მათ, ღრმაძილით ზინავთ. ეკლესია კარგ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ზიარებაზე გაახსენდეთ, ორ თვეში ერთხელ რომ ზიარება უნდა მიიღოს. ეკლესია შეიძლება გაახსენდეთ მაშინ, როცა რაღაცა ცხოვრებისეულმა მოუჭირა ხელი და გაჭირვებაში არიან. დიახასაც მოქმედებს უფალი. მაგრამ მათ ზინავთ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ანთებული ლამპრებით დადიოდნენ, აგრძელებდნენ უფალში ცხოვრებას, უფალთან მოზიარეობას, მის მადლში ყოველდღიურად იზრდებოდნენ და დღესაც ანთებული ლამპრებით არიან. შეიძლება ჩათვლიმო. ცხოვრებაში ბევრი რაღაცა ხდება. შეიძლება ძვირფასებო ჩაეძინოს ადამიანს, მაგრამ მას მომარაგებული აქვს საკმარისი ზეთი. მისთვის საკმარისია შემოძახება ხო არის რომ ადამიანს რომ რაღაცას უცბად გამოფხიზდება, მაგრამ არიან ადამიანები ზინავთ და ზინავთ. ვერ გამოაფხიზლებ. ელაპარაკები და ძნელია. მათი გამოფხიზლება, მაგრამ ვისაც მომარაგებული აქვს, იმ ადამიანის გამოფხიზლებას ბევრი არ ჭირდება. შემოძვრფასებო. კიდევ უნდა გაუფრთხილდეთ, რომ არის რაღაცეები, რომლის სესხება სხვისგან შეუძლებელი არის. შენ არ შეგეძლია სხვისი სულიერების კაპიტალის ხარჯზე იცხოვრო. ხანდახან არის ხოლმე, რომ იმედი აქვს მოვა ადამიანი გეტყვის, რომ ილოცე ჩემთვის. ან მიჩვეული არიან გამო ადამიანი, აქ სტუმარი ჩამოდის გამოვა და ეუბნება, აბა ილოცეთ, ამ დროს რა უნდა ამ ადამიანს? რაღაცისგან ვერ თავისუფლდება. ილოცე ჩვენთვის ვერ თავისუფლდები აზარტული თამაშებისგან. ილოცე ვერ თავისუფლდები პორნოგრაფიისგან. და შენ რა გააკეთე მანამდე? შენ რა გინდა სხვისი სულიერების ხარჯზე გინდა რომ განთავისუფლდე? ზეთი გამოლეული ლამპარში. სხვის ხარჯზე ვერ იცხოვრებს, სხვისი სულიერების ხარჯზე ვერ იცხოვრებს ძვირფასო ადამიანო. არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც დონეზე ქაჩავენ, რო იტყვიან, რომ ან ოჯახში ყავს ვიღაცა მორწმუნე, კარგად გასულიერად, ქმარი ყავს, ან ცოლი ყავს კარგად სულიერად და თვითონ ისე ვეღარ არის, მაგრამ რაღაც დონეზე ინარჩუნებს, იმიტომ რომ არიან იქ ადამიანები, რომლებსაც სულიერი კაპიტალი აქვს დაგროვილი და რომელიც მოქმედებს გარკვეულწილად. ოჯახში ვიღაც რომ მუშაობს, შენს ხო ჭამა რა? როდემდე იქნები ესე ხო? სადღაცას ხო დაგჭირდება შენს რომ იზრუნო და იმუშაო. სხვისი სულიერების ხარჯზე ვერ იცხოვრებ, შენ თვითონ უნდა გქონდეს ზეთი. შენ თვითონ უნდა შეიძინო ის.
ამიტომ სანამ დრო არის დღეს. იმ დროს როცა იესო მოვა, ამის დრო აღარ გექნება. დღეს არის დრო, როცა შენ შეგიძლია დააგროვო ზეთი. დღეს არის დრო, როცა შენი ლამპრისთვის მოიმარაგე. როგორც იესომ სასწაული როდესაც გააკეთა, რვაგოდორი საჭმელი რო აიღეს, კი არ გადაყარეს, შეინახეს. რისთვის შეინახეს? მეორე დრო მოშიებოდათ, მათ ჰქონდათ უკვე საძებნელი აღარ ჰქონდათ და სასწაული აღარ იყო საჭირო, მათ ჰქონდათ უკვე საჭმელი. არის დრო, როცა შენ უნდა ისწავლო, ჩაუღრმავდე, ეკლესიას არ მოშორდე. ანთე შენი ლამპარი სანამ დრო არის. ამინ. რა თქმა უნდა, ამაზე უფრო მეტი შეიძლება ვილაპარაკო ძვირფასებო. ყველა მიცოდა სანამ სიძე მოვიდა, ყველა ელოდებოდა. თეორიულად ყველა მიცის ძვირფასებო. ყველა ვის დღეს დაცემული მორწმუნეა, ვისი ლამპარის დღეს შეიძლება ისი აღარ ანათებს, მანაც იცის. მაგრამ მოდი მარტო ცოდნა არ აქვს შველის ჩვენ. ცოდნა მოქმედებაში მოვიყვანოთ. ცოდნა გამოვიყენოთ. 45 წელია რაც ეკლესიაში ვარ. ჩემ თვალწინ ბევრმა ადამიანმა გაიარა. ჩამქრალი ლამპრებიც მინახია, ანთებულებიც მინახია, ხელახლა ანთებულებიც მინახია. ჩემო ზურფასებო. დრო კი არ გვაშორებს, დრო გვაახლოვებს იმ დღესთან. ხვდებით? 45 წლით ახლოვდგევარ დღეს იესო ქრისტეს მოსვლასთან. უკან კი აღარ წავედი. 45 წლით, როცა მოვედი 21 წლის ასაკში უფალთან. და მესმოდა ეს ქადაგება. და ხშირად ქადაგებდნენ ჩვენი ძმები ამის შესახებ. 45 წელი მოლოდინში ვიცხოვრე. და 45 წლით დავუახლოვდი ამ მოვლენას. და მოლოდინში გავაგრძელებ ცხოვრებას. და ამ ქვეყანაზე თუ ეს მოლოდინი არ ასრულდა და ქრისტეს თავისი ვადა აქვს დადგენილი, რომელიც არავინ არ ვიცით, ჩემთვის მაინც არაფერი შეიცვლება. მე უფრო მალე მივალ მაშინ. სხვებს მოუწევთ უფრო მეტი ლოდინი. ჩვენ დრო გვაახლოვებს ქრისტეს მოსვლასთან. უფრო და უფრო გვაახლოვებს ქრისტეს მოსვლასთან. და რაც უფრო და უფრო ახლოვდება, უფრო და უფრო გავაძლიეროთ ჟინიანად ჩვენი მსახურება. ჩვენი უფლისწინაშე დგომა. ჰალელუია, ცოცხალღმერთს დიდება. ახალგაზრდებო ცხოვრება გასავლელი არის. ღირსეულად გაიარეთ ეს გზა ანთებული ლამპრებით. ჰალელუია. და მინდა ცოტაოდენი დრო გამოვყო დაფარული ტალანტების შესახებ ვილაპარაკო. აქ წერია ასეთი სიტყვები. იესო 10 ქალწულის იგავს ამთავრებს ასე. ამიტომ ხიზლად იყავით, იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვაძე კაცისა. და შემდეგ ამბობს, ვინაიდან ეს ისე მოხდება, აგრძელებს ამას. ნახეთ, ოღონდ სხვა კუთხიდან გვაჩვენებს. ახაც უნდა გავიგოთ რაღაც სიფხიზლე დღეს. ერთ-ერთი კუთხე სიფხიზლისა, ნახეთ ესეც ყოფილა. რომ ეს ისე მოხდება კაცმა, რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა. ერთს მისცა 5 ტალანტი, მეორეს 2 და სხვას 1. თითოეულს მისცა თავისი შეძლების მიხედვით. ნახეთ? 5 ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ნახეთ, იშრომა და დამატებით მოიგო კიდევ 5 ტალანტი. ანუ ის რაც მიცემული ჰქონდა ბრუნვაში გაუშვა და კიდევ 5 მიიღო. 2 ტალანტი ვისაც ჰქონდა, ისიც ასევე მოიქცა და 2 სხვა ტალანტი მოიგო. ხოლო ერთის მიმღები წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ. 5 ტალანტის მქონე მიმღები მიუახლოვდა და სხვა 5 ტალანტის მიუტანა თავის ბატონს.
ბატონო, 5 ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა 5 ტალანტიც მოვიგე. რა უთხრა ბატონმა? უთხრა, მას მისმა ბატონმა, კარგი კეთილო და ერთგულო მონავ. მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი ბატონის სიხარულში. იგივე განმეორდა 2 ტალანტის შემთხვევაშიც. მან 2 ტალანტი მიუტანა და ბატონმა შეაქო. მოვიდა ისიც, რომელმაც 1 ტალანტი მიიღო და უთხრა, ბატონო, ვიცოდი რომ კაცრი კაცი ხარ, იმ კი სადაც არ დაგითესავს და კრებს სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს. ნახეთ როგორი სურათი არის ზურფასებო. ამიგავში ბევრი რამე არის ნათქვამი. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი გვაძლევს სხვადასხვა ნიჭს. აი ამ დარბაზში არც ერთი არ ახართ უნიჭო ადამიანი. ღმერთმა ყველას ზურფასებო პირველი რაც უნდა დავინახოთ ამიგავში, მისცა სხვადასხვა ნიჭი და უნარი. ერთი 5 სიღებს, მეორე 2-ს და მესამე 1-ს. მნიშვნელობა არ აქვს ზურფასებო. ადამიანების ტალანტი არ არის ერთნაირი და არ არის ერთნაირი რაოდენობის. მაგრამ უყურეთ ზურფასებო რა არის. მცირეა თუ დიდი, ღმერთი მოითხოვს, რომ ის უნდა გამოიყენო შენ. რაც უფრო მეტი გაქვს, თუ იმას შეასრულებ, უფრო მეტი მოგეცემა. მეტი მოგეცემა რა, საქმე დაგემატება. თუ ნიჭი გაქვს და შრობობ, საქმე არ მოგაკლდება. საქმე დაგემატება. მაგრამ ხედავთ, რომ შრომის ჯილდო რაც ამიგავში ჩანს, უფრო მეტი შრომა არის და 2 მონა რომელმაც თავისი საქმე კარგად შეასრულეს, არ უთხრეს რომ დაესვენათ მათ. მაგრამ ხედავთ, რომ მათ კიდევ უფრო დიდი დავალება მიეცათ. და პასუხისმგებლები თავისი ბატონის საქმეში. და ასევე ვხედავთ ჩვენ, მხოლოდ 1 ტალანტი როცა ჰქონდა, რა იყო მისი დანაშაული, რამე გააფუჭა? ხედავთ, რომ არაფერი არ გააკეთა. არაფრის კეთება უკვე დანაშაულია, მე თუ მკითხავთ. თან არაფრის მკეთებელი ხალხი ზურფასებო. მე მინდა რომ კარგად დავუფიქრდეთ ამას. არაფრის მკეთებელი ხალხის ბუნება ჩანს აქ. ნახეთ რას ამბობდა თავის ბატონზე. ბატონო, ვიცოდი რომ კაცრი კაცი ხარ. იმ კი სადაც არ დაგითესავს. კარგი დახასიათება არა? სადაც არ დაგითესავს, იქ იმ კი შენ. სადაც არ დაგიბნევია, იქ აკრებ. შემეშინდა და წავედი და მიწაში ჩავფალი ეს ტალანტიო. ბატონმა თავზე ხელი კი არ გადაუსვა. მით უმეტეს თუ შენ ესეთი წარმოდგენა გქონდა, რომ მე მკაცრი ვარ, რომ მე ვიმკი იქ სადაც არ დამითესია. მით უმეტეს თუ შენ ეს იცოდი, მაშინ ხო უფრო მეტად უნდა ეზრუნა რომ კიდევ მოეგო. მაგრამ ეს თავის მართლება იყო. არაფრის მკეთებელ ადამიანებს ბევრი თავის სამართლებელი მიზეზი აქვთ. არაფრის მკეთებელ ადამიანებს ბევრი მიზეზი აქვთ რომ გაამართლონ თავიანთი არაფრის კეთება, თავიანთი არაფრის უუნარობა. ხან წყემს იქნება დამნაშავე, ხან უბნის ხელმძღვანელი იქნება დამნაშავე, ხან რომელიმე დაძმა იქნება დამნაშავე. მიზეზი 1000 გვარი იქნება, ოღონდ შენი სიზარმაცე გაამართლო. მაგრამ უფალი მოგვიწოდებს და გვეუბნება, ჩემო ზრფასებო, რომ ჩვენ ვაკეთოთ ის, რაც უფალმა მოგვანიჭა. აქ იმაზე ხო არ არის, რამდენი გააკეთე, რამდენიც მოგეცა, ის გააკეთე. 1 ტალანტისთვის არ მოუთხოვია 5 ტალანტის მქონე. 2 ტალანტი ვისაც მისცა, არ მოუთხოვია, რომ წინა მსახურის მსგავსად 10 ტალანტი რატო არ დამიმბრუნეო. არ მოსთხოვა. რაც მისცა, იმის მიხედვით მოსთხოვა. ამიტომ ჩემო ზურფასებო, მე მგონი ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის ზურფასებო, ცხოვრების წესი. რაც უფრო მეტი მოგეცა, უფრო მეტი მოგეთხოვება და რაც უფრო საკეთებ, უფრო მეტი მოგეცემა. შრობაში მოგეცემა, უსაქმურობაში კი არ მოგეცემა.
ხშირად ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მე მცირე რაღაცა მაქვს მოცემული, შეიძლება შენ ტალანტს არ აფასებ, ერთი ესეთი რაღაცაც არის. შეიძლება უყურებ ქადაგებლებს, მწყემსებს ან სხვა წარმატებულ ერთი შეხედვით ადამიანებს მსახურებაში, მე არ შემიძლია ამნაირი ლაპარაკი, მე არ შემიძლია ამნაირი ქადაგება, მე არ შემიძლია ეს გავაკეთო, ჩემო ძვირფასო ადამიანო, უფალმა მოგცა ის, რაც უნდა გააკეთო. საზღაური არც მეტი არც ნაკლები იგივე გაქვს შენ. მე თუ 5 მქონდა და ბევრი ვიმუშავე და კიდე 5 მომეცა. შენი საზღაური იმ პატარისთვის იგივე არის, რაც მქონდა, ის დაგიფასდა და იმის მიხედვით მოგეცა. ღმერთის თვალში ცოტა სხვანაირად არის ეს ყველაფერი. აქ ფასდება ერთგულება. რაც მოცემული გაქვს, იმაზე მეც არ გთხოვს უფალი. ოღონდ ის, რაც მოცემული გაქვს, პრაქტიკაში ასეა, როცა მას აბრუნებ, როცა შრომობ, აუცილებლად თუ ერთი გაქვს მოცემული, ორს გამოიმუშავებ. იმიტომ რომ ღმერთია მაკურთხებელი ყოველი ჩვენი საქმისა. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. 10 ადამიანს წევსავ, თუ მთელი გულით მწევსავ მათ და შენ შრომობ, აუცილებლად უფალი მოგანდობს და 20 კაცს მიუყვან უფალს. პირობითად ვამბობ. იცით, შრომაში ადამიანი გინდა თუ არ გინდა, თუ არ მალავს შენ ტალანტს და შრომობ, პრინციპი ასეთ, ის მრავლდება. აქ არ არის ის შემთხვევა, რომ წავიდა იშრობა და არაფერი არ მიიღო, წავიდა იშრობა და დაემატა. მაგრამ ვინც მიწაში ჩაფლა, რა დაახვედრა ძვირფასებო ბატონმა, მოვიდა ბატონი, ერთი დადგა უფალო 10 ტალანტი, 5-ის მაგივრად, მეორე უთხრა 2-ის მაგივრად და უფალო 4. ერთმა ტალანტმა რა აჩვენა? მიწაში ამოთხრილი ხვრელი. სადაც ის ერთი ტალანტი იყო ჩამალული, ამას არ ელოდება უფალი ჩვენგან. ამიტომ ჩვენი მოლოდინის ცხოვრება დღეს სიფხიზლეში ცხოვრების ძვირფასებო ერთ-ერთი მხარე ესეც არის, რომ ვაკეთოთ უფლის საქმე. შრომაში ვიყოთ. როგორც ის ქალწულები, რომლებიც ელოდებოდნენ იესოს მოსვლას, იესოს მოსვლის მოლოდინში ვიშრომოთ ღმერთის საქმეში და ვაკეთოთ ის, რაც მოცემული გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე შეიძლება იყოს კიდევ დამოკიდებული ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანების გულების მდგომარეობაზე, რომ ადამიანები ვიყოთ მომართულები, დიდება ღმერთს ამისთვის. და ბოლოს მინდა გითხრათ ძვირფასებო, ამ თავში რაზეც არის ლაპარაკი, შემდეგ ამბობს, ხოლო როცა თავისი დიდებით მოვა უფალი, მის წინაშე შეიყრება ყველა ერი და წერია, რომ უფალი გამოარჩევს, როგორც მწყემსი გამოარჩევს თხებს ცხვრებისაგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს მარცხნივ. და მათ ეტყვისო, მეფე, მარჯვნივ ვინც არის? მოდით მამაჩემის მიერ კურთხეულნო. დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მაჭამეთ. წყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ. შიშველი ვიყავი და შემოსეთ, სნეული ვიყავი და მიპატრონეთ, საპყრობილებში ვიყავი და მომაკითხეთ. მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად, უფალო, როდის გიხილეთ? შემშიერი და დაპურებული, ამ წყურვალი და გასვით, როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ, ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ? მეფე მიუგებს მათ პასუხად, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რაც ერთს ამ ჩემს უმცირესთაგან ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ. და ანალოგიურად მარცხნივ მდგომებსაც ეტყვის. ოღონდ მათთვის სიტყვა წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რადგან საპირისპირო მშიერი ვიყავი არ ჩამაცვით, ტიტველი ვიყავი, მშიერი ვიყავით არ დამოპურეთ, შიშველი ვიყავი არ ჩამაცვით, სნეული ვიყავი არ მინახულეთ და ასე შემდეგ. როდის მოხდა, როდის აგნახეთო? მაგრამ იესო ეტყვის მათ, თუ ერთ ჩემ მცირეთაგან ძმათაგანს არ გაუკეთეთ, მე არ გამიკეთეთ. ნახეთ ჩემო ძვირფასებო, ჩვენი მოლოდინი დღეს და ღვთისმოსაობა ეს არის უფლის სიყვარული და მოყვასის სიყვარული.
როცა ჩვენ ძვირფასებო ვაკეთებთ ვიღაცისთვის რაღაცას, იესოსთვის ვაკეთებთ. აუცილებელი არ არის როგორც გამარტებლები ამბობენ ათასლოვანი, ესე იგი დიდი გასაჭირის დროს, ვინც აი ამ დევნილს გაუზვდის ხელს, დიდი გასაჭირი არ არის აუცილებელი. ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ ადამიანები. მე არ ვლაპარაკობ ზარმაცებზე, მე არ ვლაპარაკობ ვინც ხვის კისერზე ცხოვრებას არის ბიჩვეული, ასეთები შენიშვნაზეც უნდა იყვნენ ეკლესიაში აყვანილები. მე ვლაპარაკობ ნამდვილ გაჭირებულ ადამიანებზე. თუ ასეც ხედავთ, უპირველეს ყოვლისა ეკლესიაში შენი ძმათაგანი, დათაგანი გაუმართე ხელი. თუ შიშველია, ჩააცვი. თუ ავადმყოფი არის, მოინახულე. თუ საპატიმროში არის, მიაკითხე. ჩვენ მზრუნველობაზე აქ ლაპარაკი. ამინ. ერთ-ერთი ჩვენი ძმა აღარ დავასახელებ ახლა აქციაზე რომ დააკავეს და საპატიმროში ის და დავრეკეთ სად არის მოვიკითხეთ და მითხრეს რომ უკვე ვიცით სადაც არის ჩვენი ერთი ძმა მივიდა საკვებიც მიუტანა ყველაფერი და ცოტა დავწყარდით რომ უპატრონოდ მიტოვებული არ არის. ცხოვრებაში ბევრი რაღაც ხდება. ვისაც ჭირდება შენი გვერდზე ყოფნა. შენი დახმარება ვისაც ჭირდება, ნუ დახურავ გულს მისგან. შიშველს ხედავ, ჩააცვი. შიერს ხედავ, დააპურეს, ნეული არის, მოინახულე, საპატიმროშია მიდი, ანუგეშე გაამხნევე. აი ამ პრინციპიდან გამომდინარე, მისიები დღეს შრომობენ, ციხეებში ეკლესიებს აარსებენ, ნარკომანებთან მიდიან, გაჭირებლებთან მიდიან. სახარება მარტო ლაპარაკი არ არის. და იესომ გაამახვილა ყურადღება და ბოლოს სანამ ვილოცებ ჩვენ მინდა ესეთი ისტორიაში არის ორი ადამიანის ესეთი მომენტი მოყვანილი. ერთ-ერთი მათგანი იყო ფრანცისკე ასიზელი არის ასეთი პიროვნება ცნობილი. პიროვნება ის მდიდარი იყო, კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანი იყო. მამაცი, მაგრამ უბედური ადამიანი გრძნობდა რომ მის ცხოვრებას კიდევ რაღაც აკლდა. და ერთხელო როდესაც ხენზე ამხედრებული მიდიოდა, შეხვდა უკეთროვანს. კეთროვანი ხო იცით? ავადმყოფობა ასეთი, სახე, დამუწუკებული, დაჩირქებული, ლპება. და როცა დაინახაო, ეს კეთროვანი, რომელიც ესეთი ამაზრზენი სანახაობის იყო, ცხენიდან ჩამოვიდა და ჩაეხუტაო. და როცა ჩაეხუტა, აი ამ ტანჯულ ადამიანს, კეთროვანი სახე ქრისტეს სახედ გარდაიქმნა. აჩვენა უფალმა. მეორე ესეთი შემთხვევა იყო, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო, მარტინი, რომელი ჯარისკაცი იყო, ოღონდ ქრისტიანი. და ერთ ზამთარს, როდესაც ქალაქში შედიოდაო, მოწყალებას თხოვა მათხოვარმა და არაფერი არ ჰქონდა მას რომ მიეცა. და იმ სიცივეში გაიხადა თავისი გაცრეცილი ძველი მოსასხამი ჰქონდა ჯარისკაცული, შუაზე გადაიხია და ნახევარი მას მოახვია. შემდეგ ძვირფასებო, ღამე მან ნახა ასეთი სიზმარი. ზეცა აჩვენა უფალმა. ანგელოზები იყვნენ და მათ შორის იესო იყო, რომელსაც ჯარისკაცის აი ეს მოსასხამის ნახევარი ეცვაო. და ანგელოზები ეკითხებიანო, უფალო, რატომ გაცვი ეს გაცრეცილი ძველი სამოსიო, ვინ მოგცაო? და იესომო რბილად პასუხი, ეს ჩემმა სახურმა მარტინმა მომცა. აჩვენა უფალმა, რამდენად ძვირფასი იყო, ძვირფასებო, მისი გაკეთებული საქმე. რასაც ერთ ამცირედაგანს უკეთებთ, იესო ამბობს, მე მიგეთებთ. ჰალელუია. ამიტომ შემოძვირფასებო, ქრისტეს მოსვლის მოლოდინში ეს არ არის სრულყოფილი, რაც ამორკრებაზე გელაპარაკეთ თქვენ, თუ მორწმუნემ როგორ უნდა იფხიზლოს, მაგრამ იყავით ყურადღებით, ყოველკვირეული ქადაგებები, მოწოდებები ზუსტად იმისთვის არის, რომ თქვენ იფხიზლოთ და ჩვენ ყველამ ერთად ვიფხიზლოთ. ნუ გაუშვებ ყურის მიღმა, ნურც ერთ ქადაგებას. თუ რაღაცა გამოტოვე, მეორედ მოისმინე, მესამედ მოისმინე.
სიტყვა, რომელიც ღმერთისგან მოდის ეკლესიის მიმართ, ის აფხიზლებს ეკლესიას. გამოფხიზლდი ეკლესია. კარგია სხვადასხვა მქადაგებლების მოსმენა, მაგრამ მე მინდა გითხრათ ზურფასებო, რასაც დღეს ეკლესიაში აქვს, გრძნობს მწყემს იმ მქადაგებლები, რომლებიც ამ ეკლესიაში იხარშებიან, ამ ეკლესიაში ზურფასებო იზრდებიან და უფალი დებს გულში. ეს ეკლესიის მაჯისცემა არის, რომელიც ჭირდება ეკლესიას. კარგი ქადაგება თავის ადგილზე იყოს, მაგრამ რასაც შენ სახში უფალი გაწვდის საჭმელად, ის საჭიროა შენი სულიერი ზრდისთვის უპირველეს ყოვლისა და მოისმინე, რასაც სული ელაპარაკება ეკლესიას, რასაც შენ გელაპარაკება უფალი. ბერს დიდება და მადლობა. ჰალელუია. აი ამიტომ ზურფასებო, როცა ამ ყველაფერს ვისმენთ, გავიხსენოთ ყოველთვის იესო. ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს არ არის არც ერთი ადამიანის სიტყვები. ეს იესომ თავისი წასვლის წინ, ამის შემდეგ პასექი იყო, მერე ჯვარცმა იყო, მერე ამაღლება იყო. იესომ წინასწარ უთხრა თავის სამეფოს ქვეშ ერდომებს თუ რა ევალებოდათ მათ და როგორ უნდა ეცხოვრათ. იესო დაბრუნდება. იესო მოვა. ეკლესია ეს არის მისი სამეფო. ჩვენ გვყავს მეფე. ღირსეული მეფე. ღირსეული უფალი, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი. და ჩვენი გულები მას ეკუთვნის. ჩვენი სული მას ეკუთვნის. ყველაფერი ჩვენი ცხოვრებაში მას უნდა ეკუთვნოდეს და მისთვის უნდა ვცხოვრობდეთ. და თუ კი ასე ვიცხოვრებთ, მაშინ ჩემო ზურფასებო, დრო აღარ დაგვრჩება ცხოვრებაში, ვიღაცა აკრიტიკო, ვიღაცის წინააღმდეგ იყო, ვიღაცა გაალანძღო, ვიღაცა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მიიღო, ვიღაცა სერად გადახედო. მოდი ცოტა რეალობას დაუბრუნდეთ და აი ამ სამეფოში რა ხდება შიგნით. საქართველოში რაც ხდება, ხო ვიცით და ვხედავთ, მაგრამ მოდი ამ სამეფოში რა ხდება, იმას ჩავხედოთ ღრმად. და ნუ დავიმსგავსებით იმ სამეფოში მაცხოვრებელ ადამიანებს, რომელშიც ფიზიკურად ვცხოვრობ ჩვენ. მე ვგულისხმობ ისით, რასაც გულისხმობ ზურფასებო. გულისხმობ ყოველგვარ უღმერთოებას, ყოველგვარ უწმინდურებას, ყოველგვარ ძალადობას, ჩაგვრას, რაც კი სახარების საწინააღმდეგოდ არის, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს. ეს ჩვენ სამეფოს ინტერესებში არ შედის. დაუბრუნდეთ ჩვენ სამეფოს. სადაც ჩვენი უფალი გვეუბნება, მე მოვდივარ შვილებო. მე დაგიტოვეთ ჩემი კანონი, მე დაგიტოვეთ ჩემი წესები, დაგიტოვეთ ჩემი მორალი, ჩემი ზნეობა. დაგვიტოვო მან ყველაფერი. და ისელოდება ჩვენგან ნაყოფებს დღეს. დღეს იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, სულიწმინდის ნაყოფები. სულიწმინდის ნაყოფები, სიყვარული, სიხარული, თვინიერება, პატიება, მორჩილება, რამდენი რაღაც წერია და როცა ამ ქვეყნიერებაში აითქვიფები ეს ყველაფერი იკარგება, უცბად ხდები მგელი. უცბად ხდები ადამიანი, ვისაც აღარ გიყვარს. ვინც არ ღებულობს სხვას, ვინც არ პატიობს სხვას, გაანჩხლებული ადამიანი, გაუბედურებული ადამიანი, რომელიც ასამართლე მეჭხუბები. ეს გინდა? მაშინ სამეფოში ვერ იქნები ქრისტეს სამეფოში. ქრისტეს სამეფო გინდა? შენი ხასიათი, შენი ბუნება იყოს ისეთი, როგორც ქრისტეს სახელმწიფოს და სამეფოს მოქალაქეს შეეფერება. სხვა გასაგებად როგორ აღონდა თქვა, მაშინ ლანძღვა უნდა დავიწყო. დაგვეხმაროს უფალი, ჩემო ზურფასებო. ამიტომ მოდი წამოვდგეთ და მოდი უბრალოდ უფლის წინაშე მოვიტანოთ ჩვენი გულის მდგომარეობა, ვინც თავის ცხოვრებაში ხედავს, რომ მისი ლამპარი ან ცოტათი ანთია, ჩაქრობის პირას არის. ძალიან გთხოვთ ახლა, ვინც გასვლას აპირებთ, ფრიდონი. ლოცვის დროს დარჩით აქ. ეს მნიშვნელოვანი სიტყვა არის. სიტყვა იმისთვის არ ითქვა და ლოცვისთვის იმიტომ არ წამოვდექით, რომ ვიღაცები გარეთ გავიდნენ. ლოცვა იმისთვის არის, რომ აი აქ უნდა მოიტანო
შენი გულის მდგომარეობა. ამაზე მნიშვნელოვანს აი ამ წუთში შევერაფერს ვერ გააკეთებ. იმიტომ რომ ღმერთისთვის თავარი შენი მსახურება და ჩვენი მსახურება კი არ არის, ჩვენი პიროვნებებია მთავარი, ჩვენი გულის მდგომარეობაა მთავარი. ამიტომ მოდი შემოზრფასებო. პატივი მივაგოთ ღმერთს, პატივი მივაგოთ ეკლესიას, პატივი მივაგოთ მოლაპარაკეს, პატივი მივაგოთ ერთმანეთს და ერთსულოვნად ვილოცოთ ჩვენი ღმერთის წინაშე. თუ შენი ლამპარი ჩაქრობის პირას არის, უფლის გამოედინება ზეთი. მისი მადლის მოედინება ძალა შენი პირადი ცხოვრებისთვის. ანთე შენი ლამპარი. გაიხსენე ის დღეები, რა მოგცა უფალმა. რითი ემსახურებოდი მას, რას აკეთებდი? მეც არ მოითხოვს ღმერთი, რაც შეგიძლია, რაც მოძებული გაქვს, რაც მოცემული გაქვს, გაუშვი ის. შედეგი იქნება, რომ უფალი უფრო მეც დაგიმატებს. იყავი მოლოდინში. ნუ ჩაქრება შენი ლამპარი. დღეს არის დრო. ეს სიტყვა იმისთვის არ თქმულა, ამ ორი კვირის განმავლობაში რომ იმედი დაკარგო. შენი თავი ჩათვალო, რაღაცა უღირსა და არაპირიქით ჩათვალე გაფრთხილებად. უფალი მოგიწოდებს ანთე შენი ლამპარი. ზეთი ჩაასხი შენს ლამპარში. მოიმარაგეს ზეთი. ხვალინდელი დღისთვის, ზეგინდელი დღისთვის, როცა ცხოვრება უფრო გაზნელდება. როცა აღსდგება შეიძლება ჯოჯოხეთი შენ წინააღმდეგ. შენ ზეთი გექნება. შენი ლამპარი არ ჩაქრება. ჯოჯოხეთი ვერაფერს ვერ დაგაკლებს. იმიტომ რომ შენი ლამპარი ანთია. იმიტომ რომ შენი ბატონის ნებაში ხარ. შენი ბატონის მოლოდინში ხარ. და იმ მოლოდინის პერიოდში ვერავით არის ძალა ვერ შეგაჩერებს შენ, რომ შენ აღასრულო ღმერთის ნება. იმიტომ რომ შენი უფლის ნებას ასრულებ ამ ქვეყანაზე. ღმერთს დიდება და მადლობა. ჩემო წმინდა უზეციერო მამაო. ჰალელუია. ცოცხალი და დიდებული ხარ ღმერთო. ჰალელუია, მადლობა და ქება ღმერთო შენ. შენი წმინდა სიტყვისთვის, შენი გაფრთხილებებისთვის უფალო. მადლობა რომ შენ ხარ ჩვენი უფალი. მადლობა ჩვენო ბატონო, ჩვენო მეფეო. რომ შენ მოგვანიჭე ეს უდიდესი პატივი დიდება, რომ შენ საპატარძლოდ იწოდება შენი ეკლესია. ამიტომ დაგვეხმარე რომ ბრძენი ქალწულების მსგავსად უფალო. ვიყოთ მოლოდინში უფალო. ჩვენი ლამპრები უფალო, მუდამ მომართული იყოს უფალო ღმერთო და შენი მადლის ზეთი ღმერთო, ყოველთვის უხვად იყოს უფალო ღმერთო, ჩვენ შინაგან ადამიანში რომ ვიყოთ ანთებულები უფალო. ანთებულები ამ ქვეყანაზე ღმერთო, ამ ურწმუნო მოდგმას შორის ღმერთო იდებულო, რომ ვიყოთ ანთებული ლამპრებივით უფალო ღმერთო და შენი დიდება ვაჩვენოთ ადამიანებს უფალო. დიდება შენ, მოგვეცი სიბრძნე და გონიერება, სიფხიზლე უფალო ღმერთო, რადგან ჩვენ არ ვიცით არ დღე, არ დრო, არ საათი, როდის მოხვალ შენ უფალო, მაგრამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაცხოვრე მოლოდინის ცხოვრებით. ასევე უფალო, ის რაც შენგან ბოძებული გვაქვს უფალო, 5 ტალანტია, 2-ია თუ 1-ია უფალო. მოგვეცი ამაში სიბრძნე და გონიერება, რომ უფალო ღმერთო, არ ვიждდეთ უმოქმედოდ უფალო. რაც მოგვეცი და რისი ასპარეზიც გვაქვს და რა საშუალებაც გვაქვს, ვაკეთოთ შენი საქმე უფალო ღმერთო. უფალო ღმერთო. ტალანტის დამატება შენს ნებაშია ღმერთო. შენს სურვილშია ღმერთო და დაგვეხმარე რომ არ ვიყოთ უმოქმედო იმ ერთი ტალანტის მფლობელივით უფალო ღმერთო. არ ჩავფლათ მიწაში ის ნიჭი, ის უნარი, რომელიც შენ მოგვანიჭე საკეთებლად უფალო, თუნდაც ის მცირე იყოს. მცირეა თუ დიდი უფალო, იყოს შენი ნებით აღსრულებული ჩვენს ცხოვრებაში. განადიდე შენი სახელი, ჩემო წმინდაო მამაო, და გვეხმარე უფალო, რომ ის მსახური, რომელიც ელოდებოდა შენს მოსვლას და ის უფალო, სადარაჯოზე იყო და ასრულებდა შენს ნებას, იმ მსახურებივით ვიყოთ უფალო ღმერთო. განადიდე შენი წმინდა ბარადიულის სახელი ღმერთო. გთხოვ უფალო ღმერთო, მოგვეცი გულები უფალო ისეთი, რომ ერთმანეთში ვხედავდეთ უფალო შენ სახებას, როცა ვაკეთებთ სიკეთეს, როცა მივმართავთ ერთმანეთს, ყველგან ვხედავდეთ უფალო ჩვენს დაში და ჩვენს ძმაში, შენ სახეს უფალო, შენს გამოსახულებას ღმერთო, რომ გვესმოდეს, თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ, შიერს ვაჭმევთ, შიშველს ვაცმევთ,
სნეულს მოვინახულებთ, პატიმარს მოვინახულებთ, რომ ამას თუ ერთ ჩვენ ძმას მცირეთაგანს უკეთებთ, შენთვის ვაკეთებთ უფალო. და გვეხმარე ღმერთო, რომ ასევე უფალო, მოპყრობაში ერთმანეთის მიმართ უფალო არ გვავიწყდებოდეს, რომ უფალო, შენი შვილები არიან, შენი წმინდა, დაღვრილი სისხლით გამოსყიდულები და გვეხმარე, რომ ამ ქვეყანაზე არ გაყოს ჩვენ, არც უცხო მოძღვრებამ უფალო ღმერთო, არც ადამიანურმა უფალო ხრიკებმა ღმერთო, არც პოლიტიკამ უფალო ღმერთო, არც არავითარმა ეშმაკურმა არაფერი არ გაყოს უფალო ჩვენს გულებში ერთმანეთის მიმართ უფალო, მაგრამ გვიყვარდეს ერთმანეთი მთელი გულით უფალო და გამდიდდეს შენი სახელი. დაამსხვრიე ქვეყნიერების შემოპარული სული ეკლესიაში ღმერთო იდებულო. დაიმსხვრეს იესო ქრისტეს სახელით მისი ზეგავლენა. მისი ზეგავლენა იესო ქრისტეს სახელით. ყოველი მორწმუნის გულში, ყოველი მორწმუნის გონებაში და პირად ცხოვრებაში. ოსულოს მინდა ნუ დარჩება ადგილი. ჩვენს გულში, ჩვენს აზრებში და ჩვენს პირად ცხოვრებაში. ნუ დარჩება ადგილი ეშმაკისა და მისი დემონებისთვის უფალო. მაგრამ უფალო ღმერთო, შენი სულით და შენი სიტყვით დაიკავე ჩვენი არსების ყოველი კუთხე კუნჯული უფალო ღმერთო. ყოველი ფეხის დასადგმელი ადგილი უფალო. იყოს მხოლოდ შენთვის უფალო დათმობილი და გამდიდდეს შენი სახელი ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენი გულის ტახტზე უფალო იესო. შენ ახარ ბატონი, შენ ახარ მეფე და შენ დაჯექი ამ ტახტზე უფალო. ასევე ჩვენ ქვეყანას გავედრებთ შენ უფალო. შენ ხედავ ჩვენს ქვეყანას შექმნილ მდგომარეობას. უფალო ღმერთო, შენ გადმოხედე ყველაფერს უფალო, შენ ზუსტად იცი სად არის სამართალი. შენ ზუსტად იცი ღმერთო დიდებულო, სად არის არასწორი ქმედებანი, ზუსტად იცი სად არის მზაკრობა, სად არის ცვიერება, სად არის ძალმომრეობა და სად არის უფალო ღმერთო დაჩაგრული ადამიანები. შენ ზუსტად იცი ღმერთო დიდებულო, ყველა მოთხოვნაში რა არის სამართლიანი და რა არ არის სამართლიანი უფალო. შენ ყველაფერი იცი. ამიტომ მოუხმობ უფალო შენ წმინდა დიდებულ სახელს და გთხოვ უფალო ღმერთო, შენ გიძღვნი ჩვენს ქვეყანას. მთელი ეკლესია გიძღვნი ჩვენ ქვეყანას შენ და ვაცხადებთ შენს მეფობას ამ ქვეყანაზე უფალო. ჰალელუია. ჰალელუია. ჩემო უფალო ღმერთო, გთხოვ უფალო ყველა ცვლილება მოვიდეს შეინდება სურვილის მიხედვით, რომ ჩვენ უფალო ღმერთო ყავდეს ადამიანები ღმერთო, ვისთვისაც ვლოცულობ და ვისთვისაც უნდა ვილოცოთ, ვის მორჩილებასაც ჩვენ დაგვავალებ, იყვნენ უფალო ღირსეულნი, კომპეტენტურები უფალო, ხალხზე მზრუნველები, ქვეყანაზე მზრუნველები, წრფელები უფალო ღმერთო და გამდიდდეს შენი სახელი ყოველივეში. მიიღე ქებადიდება ყველაფრისთვის წმინდაო ღმერთო, წმინდაო სამებაო, მამაო ძეუსულო წმინდაო და ყველამ თქვათ ამინ.